გამარჯობა, სარბიელის პოდკასტის როა. დღეს სარბიელები გმასპენსობთ. ილია ნანოვაშვილი, ილია ბაბუნაშვილი, კობაინასაძე და ვსაუბრობთ უახლოეს ქართულ ამბებზე, საფეხბურთო ამბებზე. გამარჯობა ილია, გამარჯობა ილია. სალამი. როგორ ხართ? ძალიან აღელვებული და ასე ვთქვათ, დაინტერესებული, აფორიაქებული, კარგი სიტყვაა, იმით, რაც ბოლო პერიოდში მოხდა უპირველეს ყოვლისა. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში გადასვლით და აგრეთვე ბუდუს ჰაიდენჰაიმში გადასვლაც ძალიან მე თუ მკითხავთ საინტერესო ეგ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო, მგონი კი. თუმცა ჯერ არ დამთავრებულა სამთებერვლამდე არის ასე ვთქვათ ფანჯარა და შეიძლება ველოდოთ ყველაზე უფრო რეალური თითქოს აი ჩანდა ვითომ კიტეიშვილის ამბავი ჰოფენჰაიმში, მაგრამ როგორც ჩანს კონტრაქტი გააგრძელა და არ გამოვიდა. ჩაკვეტაძე როგორც გავიგეთ დარჩა. და გამორიცხულიაო ზაფხულამდეო, ქოჩორაშვილზეც ეს სიტუაცია. აი გულიაშვილზე იქნება საინტერესო შეიძლება კარგმა გუნდმა იყიდოს. ლოჩაშვილი გადავიდა. ხო, ლოჩაშვილი გადავიდა. ხო, ლოჩაშვილი ეს არის, რა ქვია. თუმცა თავარი ამბავი იქვე მეზობლად გადავიდა. მეზობლად გადავიდა, ცხრილში მეზობლად არა, ქვეყანაში მეზობლად. თორე ცხრილში ერთ-ერთი ლიდერი გუნდიდან გადავიდა ერთ-ერთ აუთსაიდერ გუნდში, ხო? ესე კეტეიშვილის რაღაც გული დამწყდა მაინც რომ იქ დარჩა კიდე შტუმში რა. ეთყობა ისკნეს დააკერეს რა, კარგად იმუშავა კლუბმა. რა ვიცი, უნდა წასულიყო, როგორ ფიქრობთ? არა, მე მგონი იცი როგორ რამეა, რო წასულიყო იქ შტუმში, ისეთი ავტორიტეტი აქვს და ისე უყვარს იქ ყველას, რომ ნებისმიერ დროს დაბრუნდებოდა ალბათ რა. ამას ზუსტად რა თქმა უნდა ვერ ვიტყვის. აი რაღაცა ბუდუს ვარიანტი რო გაეკეთებინა, მე მგონი ეს იქნებოდა. ცი რა არის? აი ამ საფეხბურთო წრეებიდან, ფეხბურთელების აგენტებისგან, მამებისგან ხშირად გაიგებ, რომ როდესაც საქმე კარგად მიდის, არაფერი არ უნდა შეცვალო. აი ეს რაღაც იმასავითაა, რა ქვია, გამონათქვამი, სიბრძნე, საფეხბურთო სიბრძნე. ეხლა რა საკვირველია ეს წესი და კანონი არ არის, ყოფილა ბევრი შემთხვევა შეუცვლიათ და კარგიდან უკეთესში გადასულან ასეთი შემთხვევებიც არაერთი იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი მოსაზრებაც არის და ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, ხო? ხო, სიახლე არ უნდა. უბრალოდ ერთს დავამატებდი, აქ საწყენი და ის არაფერია, ცოტა კიტეიშვილს ხშირად აწუხებდა ხოლმე ტრავმები და ბუნდესლიგა ზოგადად ცოტა რთული სათამაშოა, ცოტა კი არა, მაგარი რთული და ბევრს გაუჭირდა. აგერ დელიხტმაც თქვა, ბაიერნში რო ვარჯიშები მქონდა, იუვენტუსში იმის ნახევარი დატვირთვა არ ქონიაო, გამიკვირდა, რა ვიცი რატომღაც. ხო და ბუნდესლიგა ცნობილია. აი ცოტა ძნელი სათამაშო იქნებოდა და აქ მე მგონი ზუსტად თავის გუნდში, აი თავის ფიქრობ აი მაგარ კარგ ნორმალურ ჩემპიონატში, საშუალოზე ოდნავ მაღალი დონეც არის და ის გუნდი პირველი გუნდია ავსტრიაში და პირველ მეორე მოდი ესე ვთქვათ და არის იმ გუნდში იმასავე ლიდერია რა და რა ვიცი ხა ცოტა რისკიც იყო რომ ეხლა ეგ სადმე გადასულიყო ჩემი აზრით. ხო და დაამთავრებს კიდევაც ალბათ მან. ეხლა ჩვენზე ყველაზე ალბათ იმოქმედა ვილის ანიოლის ნათქვამმა რომ ევროპის ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი არის ვილესის რავი, შეიძლება. არა, ხალხზე იმოქმედი რა, როგორ არა ეხლა საქართველოს ნაკრების ძნელი და ვილემ რო თქვა, ჩვენ არ ვიცოდეთ ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი რო არის? რო ევროპაში ყველაზე ნუ მე ასეთ ფორმულირებას საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რო არის, კიტეიშვილი და კიტეიშვილიანი ნაკრები და არა, იქ სხვა კიტეიშვილო ნაკრები სხვადასხვა რო არის? ეგ კი საქართველოს ნაკრები სხვადასხვა გუნდია კიტეიშვილით და კიტეიშვილის გარეშე. ეგ ვიცოდით, მაგრამ ეხლა მთელ ევროპაში ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი რო კიტეიშვილია ცოტა ეს დაუფასებელი ცოტა რაღაც აბსტრაქტული გამოთქმა ახლა ვერ ხვდები რას გულის საერთოდ ფეხბურთში ყველა გამოთქმა აბსტრაქტულია რაც ნიშნავს დაუფასებელი. ალბათ იმას ნიშნავს, რომ კიტეიშვილის ნიჭისა და გაქანების ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს უფრო მაგარ გუნდში, მაგრამ მოდი ასაკიც გავითვალისწინოთ, ხო ეხლა დამწყები ფეხბურთელი ხო და მაგიტო ამბობ რომ სურვილი მქონდა და ალბათ უკეთესი იქნება სადმე უფრო მაღალი კლასის გუნდი. ეხლა ბუნდესლიგა თუ არა, ეგერ სერიაში
დავიჯერო არ ყავდა, ახლა პრინციპში მაგ როგორ რამე ეცე მარტო სრულზეც ხო არა ფეხბურთელს რომ იქ მინდა რა, იმასაც უნდა უნდოდე, ხო და იქ რაღაც მილიონი რაღაცები უნდა გადაიკვეთოს და ხო, ნუ მოკლედ როგორც არის დაუფასებელში ალბათ უფრო ისი გულისხმება, რომ აი თვითონ ეს აურა არ არის ისეთი და თვითონ კიტეიშვილიც არ არის ისეთი ფეხბურთელი, რომ აი რაღაც თვითრეკლამის ის უნარი არ აქვს და ძალიან ისეთი მორიდებული, წესიერი, მოწესრიგებული ადამიანია და ისეთია რა, თვითრეკლამას არ იკეთებს, რაღაც ხმაღურიანი განცხადებები არ აქვს, საც არ ეჩხუბება და რაღაც ის ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს რა ასე ვთქვათ და ალბათ ესე რა აილი ახლა მაგ შანსად ყოველს გავახსენდა საქართველოს ნაკრებში ეხლა ხო არა ეგეთი საერთოდ არა ეგეთი ტიპაჟის ფეხბურთელი როგორ არის ვინმე ეპატაჟური ხო გამოვიდეს და რაღაც ხმაურიანი რაღაცა თქვას განცხადება თქვას და იჭყუბოს და იკივლოს და იწევლოს და ყირაზე დადგეს და რაღაც ეგეთი. არა, არ მახსენდა. არა. ყოველ შემთხვევაში გარეთ თითქოს ყველა ერთი ისაა, რა ქვია, ერთ თარგზე არიანო ამხრივ რა. ხო, ეპატაჟური არავინ არა. პიროვნული თვისებებით მე მგონი ყველა ისე. თუმცა არის მაინც შეიმჩნევა ხოლმე აი ხალხს ზოგი ძალიან უყვარს, ზოგი ცოტა აი ნაკლებად ჩანს იმის დამსახურება. აი მე მგონია რომ კიტეიშვილის დამსახურება მართლა ცოტა მიჩქმალულია ხოლმე რა. ყველას ნაკლებად. ხო. იცი რა კიტეიშვილი პოზიცია აქვს ეგეთი, მაგრამ მოედანზე გულისხმობ, ხო ალბათ? ხა აი მოედანზეც და ეხა პოპულარობას გულისხმობ ალბათ, ხო? პოპულარობას. კი, პოპულარული. იცი რა არის პოპულარობას განაპირობებს როგორი რაღაცა, იცი მაგალითად გოლები. განაპირობებს, ბევრი გოლს რო გაიტანს ფეხბურთელი, ის უფრო პოპულარულია, ვიდრე ის, ვინც თქვათ ამ გოლების წინ ხო პასს და მით უმეტეს თუ პირველ პასს პრე-ასისტს ვინც აკეთებს, ეხლა ხალხისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის საბოლოო დარტყმა. თქვათ მეკარე იქნება პოპულარული, რომელიც პენალტს აიღებს ან რაღაცა ისეთ ყოფილა ადრეც ქართულ ფეხბურთში არაერთი ფეხბურთელი, რომლებიც ამპლუიდან და თავიანთი სათამაშო სტილიდან გამომდინარე ნაკლებად პოპულარულები იყვნენ, ვიდრე ვთქვათ მისი თანაგუნდელები, ხო? რა ვიცი ხა ამის მაგალითები შეგვიძლია გავიხსენოთ თუ არის ეს საჭირო არ ვიცი. ნუ ზოგს ახლა იმიჯიც უწყო, აი ზოგს გამოხედვა რაღაცა ის. კიდე სხვა რაღაცა, კიდე სხვა რაღაცა. სიტყვა კიდე სიტყვასაც ხო აქვს მეშვა ეგერ მიქაუტაძემ რო თქვა ეს. ენაროაერია მიყვარს მომბარდილი და დღესაც ტრიალებს და ტრიალებს ეგესა და ეგ პლაკატებია ხო გამოკრული. არა, ეგ საერთოდ ფეხბურთში ხშირად არის, რომ რაღაცა ფაქტორი, რომელიც კარგად თუ დაუკვირდები, მაინც და მაინც მოედანთან არ არის დაკავშირებული, განაპირობებს ამა თუ იმ ფეხბურთელის ქცევაც, აი რაღაცა ეხა მაგალითად ეხა ვინი ჯონსი რო იყო უელსელი, რა ფეხბურთელი იყო. რატო უნდა გიყვარდეს? ყველას ახსოვს ეხლა ეგა და მაგაზე მაგარი ფეხბურთელი იყო რენზი და რა ვიცი რომელი. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. კუკურეიას თმა რო არ კონდეს გაჩეჩილი. და არა, მაგ ვერ და მაგარი ფეხბურთელი იქნება მაინც ყველა ვარიანტში, მაგრამ პოპულარული ასეთი. რატო ვერ დაგეთახვები? ეს გვარია კიდე ესეთი რაღაცა მეგროს როცა გავს რა და ეგ მომენტია თან მაგაჩეჩილი თან კუკურელი. ხო, არიციან მეგრული ვიღაც. არა, ჩვენ ევროპაში და ჩვენთვის ხო. ეგ ეხლა აი დარწმუნებული ვარ 10 მილიონი ჩელსიმ ხო 67 მილიონად იყიდა თუ 63 მილიონად. 10 მილიონი მიმატებულია მაგთმების გამო რა. არა, ნუ იმიჯი შექმნა. იმიჯი შექმნა, რასაკვირველია. რასაკვირველი შოუმენობა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. იგივე აი ჩვენი ეს მებრძოლი მერაბ დოლიშვილი შოუმენია, კაი გაგებით ადამიანი რა. აი ჩამოყალიბებული შოუმენი ძალიან კარგია კაცო ულოცავ. სხვა შორის ეგ სხვათა შორის ახლა დვალიშვილზე გამახსენდა და წინა სტუმარი ლექსო თოფურია რო ყავდა ლოკომოტივის პრეზიდენტი. მე რაღაც არ მოხერხდა გადაცემაში და მაყურებელმა ვერ გაიგო ეს ლექსომ მოყვარო ესპანეთის ერთ-ერთ სასტუმროში ვიყავი სადღაც დასასვენებლად თუ მოკლედ სასტუმროში ესპანურ სასტუმროში რეცეპშენში პასპორტი მივაწოდეო
წაიკითხესო თოფურია ოგვარათო და იქ ამბავი ატყდაო. ესე იგი ნახევარი ის ქალაქი მოვიდაო იქო რომ შენ თუ თოფურია ხარო და გონი იყო თურმე ამბავი ხა თვალიშვილზე გამახსენდა და როგორი კარგია ეგეთ ამბებს რო გაიგე. აი ეპატაჟური, არა ეპატაჟური ტიპები რო ვახსენეთ რა, ესპანელები. ოქროს ბურთი ვერ მოიგო 23 წელი ვერავინ. 23 კი არა 63 წელი არ ქონდათ, მაგრამ ეს ახლა ამ თაობიდან რომ ერთ ფეხბურთელს არ აქვს ოქროს ბურთი და როდრი მოიგო. არ იყვნენ ეპატაჟური ტიპები. აი რასაც თამაშობდნენ ეგენი იყო. მარტო ეპატაჟურობას ნუ დავარქმევთ, მოდი, მარტო ეპატაჟურობას ნუ დავარქმევთ, რაღაცას ბევრმა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს და ძალიან გუნდურები იყო. ხო, აი ესეთი ლიდერი, გამოკვეთილი ლიდერი ესპანეთის ნაკრებში არც ყოფილა და არც ეხლა არის. მესი არ არის ეპატაჟური ტიპი. უდიდეს ფეხბურთელია, არა ეპატაჟური ტიპი არა. არის და მესეს და რონალდოს ეპოქაში უნდა მოეგო ეხლა რა ეს. ხო, ეს არის. კარგი, რაღაცა სხვა იმით წავედით, არა ეხლა მოვბრუნდეთ, დავიწყოთ ბუდუს ტრანსფერით. ილია, როგორ შეაფასებ? ძალიან მიჭირს ყობა შეფასება, იმიტომ რომ უნდა წასულიყო თუ არ უნდა წასულიყო. მოდი რა, ყველაზე სწორი პასუხი ის არის, რომ თვითონ იცის და ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩემი მხრიდან, აი ეს არის რისი თქმა, შემიძლია ახლა ნახე როგორი რაღაც, ბევრი რაღაცა არის, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ კი უნდა წასულიყო, ბევრი რაღაცაა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ იქნებ ჯობდა არ წასულიყო რა. ახლა ბუნდესლიგა რომ პირველი ბუნდესლიგა რომ მეორე ბუნდესლიგაზე უფრო აღარ დონის ლიგაა, ახლა ეს ყველამ ვიცით. მას თქვა რომ თუ ბუდუს მამა იყო ერთ-ერთ გადაცემაში თქვა რომ უფრო მაღალი ტემპია და ინტენსივობა თამაშის პირველ ბუნდესლიგაში უფრო მაღალია. მეორე მხრივ ახლა მე პირადად არ ვიცი ეს ალბათ სხვაობა ბოდიშ გაწყვეტინებ ერთადერთი რაშიც არ არის მაყურებელთა რაოდენობაში რა. იმიტომ თუმცა მეორე ბუნდესლიგასაც პირველ ლიგასაც მაგას ვაპირებდი მისვლას, მაგრამ ახლა შეადარე შენ კარლსრუე, თუნდაც კარლსრუეს სტადიონი და გადავსებული რო არის და ამ ჰაიდენჰაიმს სადაც კადრში ჩანს სარიელი ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ ის არის, რა ქვია, პირველი ბუნდესლიგა და ის მეორე ბუნდესლიგა. ესეც არის, ესე იგი უცნაურია ამ ხრივ. მე წარმოიდგინე, მეორე ბუნდესლიგაში არის ჰამბურგი, ხო, ერთ-ერთი უდიდესი სტადიონია, ხო? შალკე, ერთ-ერთი უდიდესი და ძალიან მაგარი სტადიონი. კაიზერსლაუტერნი და რა სტადიონებია იქ. ხო, რამხელა დიდი სტადიონი და ესა ოლიმპია სტადიონია კიდე მიუნხენ 1860 წელს, ხო? აი ქალაქ კაიზერსლაუტერნში რო შეხვალ. წარმოიდგინე ახლა რა. ისეთი სიტუაცია ფეხბურთის გარდა არაფერი არ არის. ტაძარივით არის იქ. გას და ლოცულობს ხალხი რა. აი, წარმოიდგინე. კაიზერსლაუტერნი ასოცირდება ფეხბურთთან, სხვა არაფერთან. და კიდე თავარი, ჰერტა არის იმაში, მეორე ბუნდესლიგაში ოლიმპია სტადიონის პატრონი ხო. წარმოიდგინე რა. მაგრამ აქ მეორე მომენტი 100,000-იან სტადიონს თამაშობს და ყოველ ტურში ისა სავსე. დაამთავრებელია და ვიტყვი. არა, სტადიონამდე მე მინდოდა მისვლა სტადიონის გარდა ეს უკვე უნდა უკითხოთ ისეთ ფეხბურთელს, აი იგივე ბუდუს, რომელსაც პირველ ბუნდესლიგაშიც უთამაშია და მეორე ბუნდესლიგაშიც. ვთქვათ, პირველი ბუნდესლიგის, მოდი ასე ვთქვათ, ბოლო 7 გუნდი და მეორე ბუნდესლიგის პირველი 7 გუნდი. ვითომ ასე ძალიან განსხვავდება? აი, მათგან უნდა გავიგოთ. არა, მაგრამ ნახეთ, ხო, მაგას ყველაზე კაი პასუხია ის პლეიოფი რო არის. მეორე ბუნდესლიგის მესამე გუნდი და ეს ბუნდესლიგის დროში რო იყო. ბოლოდან მესამე ისა, რა ქვია, გუნდი ხო, პლეიოფს ხო თამაშობენ და სულ არის ისა, რა ქვია, დამატებით დრო ან მინიმალური სხვაობა რა. ასე რომ აბსოლუტურად მესმის რომ 30 წლის ადამიანმა არჩიოს პირველ ბუნდესლიგაში თამაში, ბუნდესლიგის ხიბლი სქვეშ მოექცეს, ეს აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ეხლა ნუ არ ვიცი, კასუე და ჰაიდი რო ათამაშო 10 თამაშიდან, რა ვიცი, შეიძლება 5-4 აქ ერთი მომენტი არის. შეიძლება სისულელეს არა. ილია, აქ ერთი მომენტი არის. ეს მე როგორც გავიგე, ხა არ ვიცი, 100%-იან ინფორმაციას მე ავფლობ, მაგრამ პირველ წყაროდან როგორც გავიგე, კასუემ გაყიდა.
ესე არ იყო რომ აი ბუდუმ რაგვია ჯაჭვები აიწყვიტა და გინდა თუ არა უნდა წავიდეო ესე არ იყო გაყიდა კალსრუემ და ნუ ესე გავიგე რომ კალსრუეს ეთყობა გადასulis იმედი არა აქვს ან რაღაც 9 გუნდი იბრძვის იქა და შეიძლება იმის რესურსიც ვერ დაინახა რომ გადავალ ბუნდესლიგაში და გაყე მილიონ ახევრად გაყიდვა შეიძლება ხო და ბუდუსაც ქონდა ერთ-ერთი ისა ვარიანტები ქონდა ამერიკა და როგორც ვიცი იქით აზია კაცილები დიდ მოდი ეს დაუფასოთ ამ ფეხბურთელს რომ რა თქმა უნდა დიდ ფულზე უარი თქვა და შედარებით ნაკლებ თანხაზე დარჩა ახლა ფული რო დომებოდა ბუდუს ნუ წავიდოდა რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ რომ იმიტომ გააკეთა ეს ნაბიჯი რომ იდეურად უნდოდა ბუნდესლიგაში თამაში და კი გასაფასებელია ხო აი თავარი мотиваცია იქ წასვლას 2 წელიწადშიც მოასწრებს არა შეიძლება 2 წელიწადში აღარ დაჭირდეთ აი ეგ არის ნუ მოასწრებს თუ დაჭირდება სადმე ნახავს მერტ მაკნას მაგრამ ალბათ მართალი ხარ თავარი мотиваცია იყო ის რომ ბუნდესლიგაში უნდა თამაში ეს ბუნდესლიგის ხილი და ჯადო იყო მთავარი და შვილიშვილებისთვის მოსაყოლი ექნება ნახე რა როგორ რამეა ილია რომ ფეხბურთელი ხარ ხო და ბუნდესლიგაში თამაშის შანსი გაქვს რა 30 წლის ხარ ხო რაღაც 60 წელიწადში ამთავრებ. აი როგორ არ უნდა გამოიყენო. კი, მესმის აბსოლუტურად. აი შვილიშვილს ხო უნდა მოუყვე რომ ალიანს არენაზე ვითამაშე, მიუნხენის ბაიერნთან. აბსოლუტურად მესმის. აბსოლუტურად გავიწყდეს კონფერენციის ლიგაზეა დარჩენილი. ჰაიდე, ჰანი კონფერენციის მეტი მოსაყოლი რა ექნება რა. აბსოლუტურად. უბრალოდ ძალიან ცუდი თამაში წააგეს ახლა რა, ძალიან მეწყინა. ხო, უყურე. უშუალო კონკურენტთან და ბუდუმ ძალიან დიდი ხო, ძალიან ხო საკპაულისთან და ძალიან ბევრი იმუშავა, კარგად იმუშავა. ხო, არ ვიცი, ხოთეშორის რატო შეცვალეს დაიღალა თუ რა იყო, არ ვიცი, მანდ. ბურთს ვერ იღებდა ხშირად, აი ვერ უტევდა რა ეს გუნდი, რატომღაც, ვიცი, ისე ვერ უტევდა, როგორც უნდა ერთი ბურთით ჩამორჩენილმა. ზანპაული უფრო შეკრული გუნდის შტაბეჭდილებას ტოვებდა, უფრო კომპაქტურად გადაადგილდებოდა გუნდი. რაღაც ცუდი გუნდია ეგ ზანპაული. ცუდი გუნდი არის, მაგრამ ამ გუნდთან შედარებით ესენი თითქოს რაღაც უფრო ცალ-ცალკე იყვნენ ფეხბურთელები, რა შორიშორს ერთმანეთისგან თითქოს. ხო, მაინც ახლა ის ბუნდესლიგაში ცოტა ქვედა გუნდები მაგ ხრი მოიკოჭლებენ ხოლმე. ხო, აი სწორედ ეგ ვიკითხე წეგან. ახლა მე ესმის ბუნდესლიგა, აი კიდევ ვიმეორებ ბუდუს მამამ თქვა, რომ უფრო სწრაფი ტემპია და თამაშის ინტენსივობა მეტია. ახლა რა ალბათ და პლუს კიდე როცა ხვდები ახლა პირველი ხუთეულის გუნდებს და ბაიერნს რო ხვდები. რამე ახლა ბაიერნს რო თამაშები და ბაიერნი ჰაიდენჰაიმი უფრო მაგარი თამაში რო იქნება ვიდრე ჰაიდენჰაიმისა რა ქვია უნიონის ეფაზე თავარია რომ ბუნდესლიგაში გადავიდა და უთმენლად ველი მისვლა. აქ კიდე ერთი მომენტი იყო კალსრუეს გარდა იქ 8 გუნდი იბრძვის. ძალიან დიდი შანსია რომ საერთოდ პლეიოფში ვერ მოხვდეს, უფრო მეტი შანსია რომ ვერ მოხვდება. და აქ მაინც რა ვიცი ხა ბოლო 2 გუნდში არ უნდა მოხვდე და იმ გადათამაშებას თუ მოიგებ მაინც და მაინც ჯერ ადროს გავარდნაზეა პრინციპში ლაპარაკი წინ არის არის შანსი რომ ჰაიდენჰაიმი საერთოდ ამოიწიოს კალსრუე იყოს ესა პლეიოფი კი არა ეგ იქნება ძალიან ისეთი აქ უბრალოდ აურაზე იყო ალბათ ლაპარაკი მაინც აი კალსრუე უფრო საფეხბურთო ქალაქი და არა ერთადერთი მიზეზი და გამართლება რატო შეიძლება რომ დარჩენილიყო კალსრუეში ეგ არის რომ იქ იყო ნუ მეფესავით იყო ბუდუ და დიდი პატივისცემა ჰქონდა კომაგებისგან და მოკლედ საყვარელი შედარებით სახელიანი კლუბია და უფრო ისე ეს ჰაიდენჰაიმი არის მიუნხენიდან არც თუ შორს პატარა პაწაწინა ფრაიბურგთან არის პაწაწინა ქალაქი არის სტადიონზე ხალხი დადის ის და მათი ოჯახის წევრები ერთწლელი ქართველს რა მაგრაგავს გარსები 50000 მოსახლეა ამ ქალაქში თუ სწორედ მახსოვს. ო, პატარა კოხთა ქალაქი. ისე მეორე თავდამსხმელის, მეორე რა ნაკრების მაინც ნომერ პირველი თავდამსხმელი ცენტრფორვარდის ტრანსფერთანაც ახლოს ვიყავით და ნუ რა ვიცი, ჩემ დასაბედნიეროდ არ ვიცი თქვენ რა აზრი გაქვთ დარჩა ლიონში. თურქეთში გადასვლა. არ მინდოდა რა ვიცი.
ხო, ნუ გალათასარაის თურქეთში უნდა წახვიდე, აი ბუდუ რო ხარ ახლა რა 30-ის მერე 31-ის რო ხარ, მერე უნდა წახვიდე თურქეთში. მეც მგონია რომ ტოპ 5 ლიგაში თამაშის შანსი თუ გაქვს, კი, გეთანხმები absolutely. მაშინ აი ხო გაუნდა ერთადერთ თემას გამართლებას თუ მიზეს ხედავ მაგას რომ უბრალოდ კარსრუეში იყო ძალიან ესე რა ქვია რა კომფორტულად ასე ვთქვათ რა ახლა ტრიბუნები 50000 კაცი რო ბუდუს იძახის იქ ისა რა ქვია რაღაც უთუ ხო გარემო სხვა არის რა თორე ამას არ გაგრძელება რომ გაიტანოს ახლა 5 გოლი 5 თამაში ბუდუნ და მთელი ჰაიდენჰაიმი გოლები ჭირდება მაგრამ გოლები ჭირდება ძალიან გულშემატკივრობ ძალიან ექსული მაკრონ ნახევარი ჩემპიონატი წინ არის და თქმებში რა აუცილებლად ხო და ჟორჟზე იმას დავამატებდი რომ რა ვიცი რა ეხლა თურქეთში მე თითქმის არ მახსენდება რომ აი ძლიერი ლიგიდან თურქეთში წასულიყოს ფეხბურთელი და იქ მოემატებინოს ყველა უკვე დაუკვირდა ეს არის უკვე იმაზე მიდიხარ ძლიერი ლიგიდან თორე ახლა შოთა დააჩი რო წავიდნენ ეგ სხვა თემა ახლა თბილისის დინამოდან წავიდა ხო ვინც ევროპიდან წავიდა და სხვა კონტექსტი იყო მაშინ ფაქტიურად დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს არც არავინ არ იცნობდა და ესენი პირველ ნაბიჯებს დგამდნენ არსაიდან ევროპისკენ და უკეთესი ლიგებისკენ და ახლა როდესაც უკვე იქ ვართ იქიდან თქვათ შედარება თურქეთში როგორ რამეა ის სამი გუნდი არის და არის რა შეიძლება რაღაც 5 წელიწადში ერთხელ რომელიღაც გამოაკვდეს ან ბეშიქტაში ან ესა რა ქვია ფენერბახჩე თორე ეს გალათასარაი ხო არის სულ იქ რა და მეტი ყველა ერთია, ყველა არის ანტალია სპორტი რა. ყველა გუნდი, Samsung სპორტი, ანტალია სპორტი რა და ტრაბზონი ერევა ხოლმე 1000 ხელი ხო და ერთი პერიოდი ის იყო ეს ურსა ცოტა ხანი და ეხლა საერთოდ გაჩერდა. და ეს ტრაბზონი მაინც აქეთა ის რო არის რა ქვია. აქეთა მხარე, ნუ უფრო შედარებით ცველები გვინდა რა, აი ახალი თაობიდან რაც შეიძლება სწრაფად წამოვიდნენ რა. ახალი თაობიდან აგერ გოგლიჩიძეა ესე უკაკუნებს ნაკრების კარზე შენ ილია აშუქებს არბიელში გოგლიჩიძეს ძალიან მომწონს ეგ ბიჭი და სამწუხაროა რომ ბოლო შეხვედრაში შეიყვანეს ბოლო 20 წუთით სათამაშოს მხოლოდ და ისე და ინტერთან მაშინ გაიტანა გოლები ინტერმა ხო იცი რა არის თამაში თავდე დასასრულისკენ მიდიოდა და ინტერმა რო მოუმატა თამაშის ტემპო აიწყვიტა მანდამაინც მაშინ სიგმჩნელმა შეუშვა რომ იქნებ გაუმჯობესო ასობაში თამაში მასთან შედარებით ვინც ათამაშა და ამ ინტერს მაშინ თავდებოდა უკვე თამაში და მაშინ ინტერულად დაიწყო ამ თამაში მაშინ რა ხო და იმის წინა ორ შეხვედრაში როგორი ის იყო იცი ძალიან კარგად თამაშობდა მთელი თამაში წარმოიდგინე რომ ბიჭი კარგად თამაშობს ყველაფერს სწორად აკეთებს სწორად აზღვევს ყველაფერი და ერთი შეცდომა მოსდიოდა ისეთი, რა ქვია, რომელსაც აი გოლის დროს გოლი ხო. თუმცა ის თავიდან მეკარემ დაიწყო ცუდად, მაგრამ არა, მეკარემ დაიწყო ცუდად, მაგრამ იქ ერთ მომენტში ჩაეძინა აბასე ეძახი. როგორც ვიცი, მაგარი პრესა აქვს, ხო, ამ გოგლიჩიძეს იტალიაში. იცი რა არის, ამ ბოლო დროს გამოჩნდა, რომ ლაპარაკობენ იუვენტუსზე და მილანზე, რომ იუვენტუს და მილანს უნდა გოგლიჩიძის ყიდვა და აი სუბოლო დღეებში ატალანტას დაამატესო, თითქოს ატალანტასაც უნდა. თუმცა აი წერა რო ახსენეთ რაღაც ცალკეული შეცდომები რო დაუშვა ბოლო თუ სამ შეხვედრაში, ისიც იყო რომ ესო ეთყობაო ძალიან ბევრს კითხულობსო ამ იუვენტუსის და მილანის შესახებო და შეცდომების დაშვება დაიწყო. მაგას უნდა მოეშვა. ესეც იტალიური პრესიდან არის ციტატა, ნუ მე დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი დაალაგდება და თავს ხელში არ უნდა წაიგითხოს. არ უნდა წაიგითხო. ხათა შორის მაგას უშლიდნენ ხოლმე ნეიმარს. აი ესე კითხულობ მე არ მეგონა მე მეგონა ცოტა ისეთი ფეხებზე მკიდია ტიპი იყო და თურმე ყველაფერს კითხულობს თქო გულზე ხვდებაო და მაგიტომ საზონომა დაიწყო ვარჯიში ოღონდ ჯერ გულთან ერთად ვერა
ძალიან კარგი იქნება. თავარია ზაფხულში. მაგრამ სანიოლს რაღაცა ძალიან ეს არა აქვს დიდი სიმპათია მაგ ფეხბურთელს. ზაფხულში სვანაძესთან იქნება რაც თავარია იქ ევროპის ჩემპიონატზე ჯერ. იცი რა არის, მაგრამ სანიოლი არ წყალობს. არ წყალობს, ხო, და ეგ ნუ მაპატიეთ, მესმის რომ ის სანიოლია და მე არ ვეთანხმები მაშინ საზონოვის საკითხში. საზონოვს აქვს თავისი დიდი პლუსები. ნუ ალბათ რაღაცა მინუსებიც აქვს, საკვირველია იგივე ალბათ სისხარტე შეიძლება სასურველია მეტი იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ არის ძალიან მიზანდასახული ბიჭი. კარგად თამაშობს, მაღალია, თავის თამაში შეუძლია, კარგად აზღვევს. ნუ მოკლედ იტალიაშიც გამოცდილება შეიძინა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მისი სახით საქართველოს ნაკრებს საიმედო ფეხბურთელი. იცი რა, რამდენჯერაც გამოიძახა, ხო იძახებდა ხოლმე სისტემატურად. არათან ეტყობა, ანუ ვარჯიშზე არ მოსწონდა, უკვე მე ჩვენ არ ვიცით, რა ვიცი, იგივე სიტუაცია აზაროვზე, მაგალითად აზაროვზე უფრო მიჩნდება ხოლმე შეკითხვა, აზაროვი ну ალბათ დროის ამბავია და აზაროვი ახატება გულზე რა. არა და თავის დროზე აზაროვი გამოიძახა იმ დროს, როცა აქ კრიტიკა დაიწყო ჯერ ნაადრევი ხო არ არის და ისა და 19 წლის იყო მაშინ ათამაშა ამ ხანამდე და მოსწონდა. შავმა კატამ გაირბინა მაგათ შორის. ხო და დიდი ეჭვი მაქვს. ხო და მე უფრო მგონია რომ კონკურენციის თემა იყო და რა ვიცი ხა შენგელია დაწია უკან და იცი რა აზაროვზე რატომღაც მგონია ერთი რაღაც აზაროვი გამოკვეთილად პირველი ნომერი იყო მანდ მარცხენა იმაზე ფლანგზე და ამას უნდოდა სანიოლს რომ კონკურენცია შეექმნა საერთოდ მაგას კარგად აკეთებს ეს კაცი და რაც მართლა პლუსია კონკურენციას ქმნის ხოლმე და აი ეთყობა აზაროვმა ვერ აიტანა ეს თუ რა იყო შენგელია რომ ჩამოწია უკან ანუ ჩათვალა რომ შენგელია ჯობდა რა არა ეგ ასაგებია მაგრამ კონკურენცია თუ უნდა და ყოფილიყო ეს აზაროვი ეხლა ჩვენ მოდა ორივე ჯობიაო რა ეხლა მე კიდე ციტაიშვილი ყავდა ჩვენ ეხლა ნაკრებში ყავს ვეტერანები ასაკოვანი მცველები ყავს ხო საუბარი ეხლა იქიდან წამოვიდა რომ მცველებს მოვიხილავთ ასე ყავს გვაქვს ეგეთი პრობლემა ხო ასე რომ სანიოლი იქნება თუ მისი შემცვლელი ადრე თუ გვიან ასაკობრივი პრობლემები გვაქვს ეს საკითხი რომ აზაროვი, ციტაიშვილი, საზონოვი, გოგლიჩიძე ამათი პირველ პლანზე გამოსვლა თავისთავად დადგება დღის წესრიგში, იმიტომ რომ უსასრულოდ ხო არ ითამაშება. არა, ხო და ვინ მოდის? აი გოგლიჩიძე ვთქვით, საზონოვი ვთქვით. ის არის ახალგაზრდულში, რა ვიცი, დინამოს მცველია და ეს სამწუხაროდ საქართველოს ჩემპიონატში ვერ უმატებენ ეს ფეხბურთელები. აი 30 წლამდელები მაგრად ითამაშა, სამწუხაროდ მე ვეღარ მოუმატეს. ნახოთ აბა. პრინციპში იმათ ეხლა არა აქვთ ჩვენ დიდი ასაკი, დვალი ახალგაზრდა 29 წლისა. ლოჩოშვილი ახალგაზრდა. ერთი და ლოჩოშვილი მეტი. ეს მარცხენა ცენტრალური მცველია. რა ვიცი, რამდენი 40 ის არის, უკაკუნებს. ფოჩოლია ისეა. კაკაბაძეც არა ესა, რა ქვია. 30 წლის კი უნდა იყოს კაკაბაძე 30 წლის. გველესიანიც ეს არის, სადღაც 30-ს გადაცილებული და ესეთი რა. არა, გველესიანი დიდია კი. ხო და მაგრამ ეხლა გველია, კაშია, გველესიანი ესენი არიან. სამნი ხო და პრინციპში ხა მცველებისთვის ზოგჯერ რაც არის ხოლმე ეს კრიტიკული ასაკი ხშირად გვინახავს რომ 30 წლის მერე უფრო მაგრად მაგრამ ასე ჯგუფად ხო არ ჯგუფად უბრალოდ ხო ну აი მაინც ჯობს რომ უკვე ახალი სისხლი ნელ-ნელა წამოვიდეს ხო ну ყოველ შემთხვევაში საბასაზონოს უსურვებ ძალიან აი ჩივაძე ხინჩაგაშვილის დუეტი გვინდა. ისე რა საინტერესოა, აი სვანაძე მაგალითად მაგ ტაქტიკით არ თამაშობს. 4 ჩეულებრივი 4 მცველით თამაშობს და აი ხან ვინ არის ხოლმე, ხან ვინ საზონოვი ვერ გამოიყენა და მაინც გავიდნენ. საზონოვი და გოგლიჩიძე არ ყავდა და მაინც გავიდა ევროპის ჩემპიონატში. გოგლიჩიძე არ ყავდა. გელაშვილი იყო კიდე იმედის. გელაშვილი და კალანდაძე იყვნენ. და ხვადაგიანი. ხვადაგიანი ახლა ხო არის სვანაძეს არის კაპიტანია იმ გუნდის ხო? გელაშვილს და კალანდაძეს აღარ უწევთ. ხვადაგიანს უწევთ. კარგი. მივადგეთ ახლა, მივადექეთ უფრო სწორად იმას ამ
სატრანსფერო ფანჯრებს თავარ მოვლენას. არა მარტო ჩვენთვის, საერთოდ ევროპაში და საერთოდ მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე დიდი ტრანსფერი ეს არის. ზამთრის გვითხარი, აბა რამე ჭკვიანური ილია. როგორ რამეა, ნახე ზამთარში ხო არ კეთდება რა ეს ტრანსფერი როგორც წესი რა, კეთდება რაღაც აი ძალიან 1000-ში ერთხელ ხო? ეს ხმაურიან ტრანსფერს ვიძახბორ, ახლა ჩვენ რო გადავიდეთ სადღაც ისე მაგან გამოიწვია სწორედ ასეთი რეზონანსი, რომ ხვიჩა კვარაცხელია სკუდეტოს მაძიებელი. ხო, მაგან გამოიწვია სწორედ, რომ ხვიჩა კვარაცხელია წავიდა გუნდიდან, რომელიც იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძვის და სულაც არ არის გამორიცხული ხო? რომ გახდეს ხო, კი ბატონო. გახდეს იტალიის ჩემპიონი, თუ გავითვალისწინოთ. მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ მისი მწვრთნელი, გუნდის მწვრთნელი არის ანტონიო კონტე, რომელსაც პირველ სეზონში ყველაფერი გამოსდის ხოლმე. ასე რომ სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შოკის მომგვრელი რამ და მიზეზი ამ შოკისა, რომ უცებ ადამიანი წავიდა გუნდიდან, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის. პლუს ჩემთვის ცოტა გაუგებარია ნეაპოლელი გულშემატკივრის დამოკიდებულება ხვიჩასადმი. რატომღაც მათ არ ვიცი ნეაპოლელი ეგონათ ხვიჩა თუ რა იყო არ უნდა წასულიყო. ხო, მათ აღიქვეს როგორც ღალატი ეს გარკვეული გაგებით, რომ აი თავის მშობლიურ გარემოს და ხوارაი რომ ამ დროს რო წავიდა. შარშან რო წასულიყო. უეჭველად მაგის ბრალიც არის და პლუს ალბათ კიდე იმის ბრალია, რომ მათ აქვთ ასეთი დამოკიდებულება სავარაუდოდ, რომ ეს ადამიანი ცნობილი გახდა ჩვენი წყალობით, ანუ ჩვენს გუნდში და ამდენად რაღაცნაირი ვალდებულება აქვს, რომ ჩვენ გვერდგულს. იქ უნდა ყოფილიყო 20 წელი. ეს ყველაფერი არის მორალური კატეგორიების, ის მორალი ძალიან პირობითია, აქედანაც შეგვიძლია შევხედოთ და იქიდანაც ასეთი ფორმულა უნივერსალური არ არსებობს და მეორე მხარე აქვს მედალს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩავიდა გუნდში და რასაკვირველია, რამდენიმე ფეხბურთელთან და დიდებულ მწვრთნელთან ლუჩანო სპალეტისთან ერთად გაიმარჯვა ხო, მოუტანა ბწყინვალედ ითამაშა, არაჩვეულებრივად ის სეზონი და მოუტანა 33 წლის უნახავი სკუდეტო. ეხლა ამის შემდეგ სრული უფლება აქვს ხვიჩასაც, რომ უთხრას, რომ მე კი არ ვარ თქვენს წინაშე ვალდებული, თქვენ უნდა მითხრათ, მე მადლობა. ასე რომ ხვიჩას და ნაპოლის ურთიერთობა შედგა და მე ვერაფერს ვერ ვხედავ კატასტროფულს და ცუდს იმაში, რომ დამთავრდა კიდეც. იმიტომ რომ უსასრულოდ ახლა ეს ვერ გაგრძელდებოდა. საერთოდ აი ილია ტრანსფერებზე საერთოდ ავიცი, აი ჩემი აზრი მაქვს, მე უბრალოდ ვიტყვი, რომ ვისაც სად უნდა იქ გადავა. მთავარია წასვლის ფორმა იყოს ნორმალური და ხვიჩა მე მგონი ცუდად არ დაშორებია მაგ კლუბს, ავიცი ახლა შეხვედრაც მოაწყო იქ ყველაფერი და რატო ვიდეო ჩაწერა და რატო მოხდა ეგ ყველაფერი? ეხა დიეგო დემეს და ვიღაც იმებს და ლინსტრიომს რო იმებს უფრო მეტი ხელფასი ქონდათ კლუბში და ეხა ეგ მართლა სიცხვილია რა. ნონსენსია. გუნდის ნომერ პირველი ფეხბურთელი, კაი ნომერ მეორე ფეხბურთელი რო აიცა რა ნომერ მეორე. სიტყვაზე ვამობ, ნუ ოსიმე ერთ-ერთი ოსიმენი ხო სიტყვაზე ვთქვათ რა. ხო აი ეგეთ ფეხბურთელს რო ხელფასში მე-17 ადგილზეა, ხო, ეს არის უკვე ნონსენსი და ამათმა მე რატომღაც მგონია რომ ჩათვალეს რომ მაინც იყო ნაციონალური მომენტი, ქართველია. ეგეც თუოდი. იქიდან არის, საიდან არის მოსული? ეხა ბრაზილიელს უცხოანაირად მიხედავდნენ რა. უცოდ. ამას მაპატია, ამასინაც წავიკითხე ერთ-ერთ იტალიურ საიტზე ავტორი წერდა მეოთხე დონის საფეხბურთო ქვეყნიდან ჩამოსული ფეხბურთელი ჩვენი გუნდის წყალობით გახდაო ცნობილი და ვარსკვლავი და ნუ მე ამას მოყვებოდა დამუნათება რომ ამდენად ის ვალდებული და შენი თქმის არ იყოს მოდი რა პირიქით ხვიჩას წყალობით გახდა ნაპოლი 33 წლიანი შესვენების ჩემპიონი გახდებოდა 33 წელიწადე ხვიჩა რო არ ყოფილიყო მაგული და ტრაუმის ფასად თამაშობდა ჩვენ ხო ვიცით არა ტრაუმის ხშირად უთამაშია იმეებით პირველი და მოდი რა შევთანხმდეთ ამაზე იმ ჩემპიონატ შარშან წინ
როცა ჩემპიონი გახდა ნაპოლი, პირველი წრე მოიგო ხვიჩა კვარაცხელია, პირველი წრე. და მეორე წრიდან უკვე ის იყო, რა ქვია, ძალიან საინტერესო იყო ეს. ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო. ამას ან გოლი გაქონდა ბოდიში ილია, ან გოლი გაქონდა, ან თავზე ასვამდა იმას. ოსიმენს ბურთს. ან აწიუკებდა მოწედა. პირველი წრე ხაზგასმე. ხო, ეგ ახლა ჩვენი მოგონილი ხო არ არის სერია A-ს, საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. საუკეთესო გოლი ამ ინტერვიუ იყო. ნაპოლიში მეკარეების მცნელად მუშაობდა ერთი ესპანელი კაცი, ახლა სახელი და გვარი არ მახსოვს, რომელსაც 2022-23 წლების სეზონის დამთავრების შემდეგანო აი სკუდეტო რომ მოიგეს, ჩამოართვა მარკამ ინტერვიუ და იქ წავიკითხე, მარკამ თუ ასმა და იქ წავიკითხე. ესე იგი, იგონებდა წინა სეზონის დასაწყის, ზაფხულის აი პრესეზონის პერიოდს და თუ გახსოვთ, მაშინ ესე იგი დე ლაურენტისმა და სპალეტიმ გაუშვეს ბევრი ინსინიე და რა ვიცი, ბევრი ფეხბურთელი, ხო? ძირითადად შემადგენლობა კულიბალი და ვიღაცეები, ხო, ფაქტიურად გაუშვეს ყველა, ვინც ზედაც იდგა ეს გუნდი და მოიყვანეს ახალი ხალხი, დაიწყეს სეზონის წინა შეჯიბრება და შეჯიბრება რა არის, მომზადება და აი ამ სადღაც შეკრებაზე რომ ვართო ერთ-ერთი ვარჯიშის მერე ფეხბურთელებიო რომ გამოდიან, მიდიან მაშინ რა ქვია წყლის შხაპის მისაღებად, სპალეტიო მოვიდა ჩვენთანო და გვითხრაო, რო იცოდეთო, ეს უფრო მაგარი გუნდია შარშანდელზეო. ესე იგი ვარჯიშებზე დაინახა ეს გამოცდილმა სპალეტიმ რომ ესო უფრო მაგარი გუნდი გამოდისო ჩვენო აი ვერ უჯერებდითო მის ამ ნათქვამსო და მე დაიწყო უკვე ოფიციალური შეჯიბრებები და იქით ხვიჩა იქით ოსიმენი ნუ დაცვაში კიმი იყო არაჩვეულებრივი და მე გავიდა სეზონი და მოახერხა ამ დე ლაურენტისმა რომ კიმი რომელიც დააშალა საერთოდ არ უღაბებდა დაცვას გაუშვა ოსიმენი დღეში შეაგდო მე ყველამ ნახეთ რა ვიცი ოსიმენი გალათასარაიში როგორი წარსა რა უნდა გალათასარაიში ნუ აფუჭებს ფეხბურთას და ხვიჩამ უშველა თავს რა მე დარწმუნებული ვარ ამაში თორე იქ საერთოდ სანჯელ დავაკაკუნოთ და მაგასაც იგივე ბედიელოდა რაც ოსიმ სადმე გაუშვებდა იქ ბეშიქტაშში ან სადმე აი ის საიტნოტი რომ მომხდარი იყო და ისა ამასაც გააფუჭებდა რა ეს დანტრანსფერ ოსიმენი ხო მაგიტო დაისაჯა რომ უკვე ვეღარ ასწრებდა და თურქეთში რა იყო დარჩენილი ეს 5 დღე და მაგიტომ ხო და ეგ იყო ზუსტად ერთადერთი ვარიანტი იყო თურქეთში წასვლის რა იმიტომ რომ სხვა ქვეყნებში დაკეტილი იყო უკვე სატრანსფერო ფანჯარა ხო და იყო დარჩენილი თურქეთში ან იმაში რა ქვია არაბეთში არაბეთში ხო აზიაში შეიძლებოდა PSG-ს ჰქონდა რაღაც წინადადება რაზეც სოციალური თავით არ დათანხმდა ეგესა დე ლაურენტესა და ეს ამასობაში ამოიწურა ეს სატრანსფერობა და იძულებით წავიდა იმაში გალათასარაიში რა იგივე იქნებოდა ეხლაც ნუ უბრალოდ ხო და პრესამაც ძალიან ცუდი აი რაღაცა ცუდი აუგორა რა შავი პიარი აუგორა კვარას ბოლო პერიოდში იტალიაში აშკარად აი ხა იმ დღეს ნახე არიან ნაპოლი რო არის პირდაპირ ისაო ღალატი ეწერა რა და ეხა ღალატი სიტყვა ამ დროს ფეხბურთში ვაჩე აი არიციან ეხა იტალიაში არიციან რა ხელფასიაც და დღევანდელი და იტალიაში მეტი მაგაზე მეტი ღალატი არ უნახიათ ხო უბრალოდ ეს ადვილი ხელსატაცი იყო ქართველია ეხა არ დაიწყებდა პრესასთან იმას ილია აი დღეს აი როდესაც ამ გადაცემას ვიწერთ დღეს დღევანდელ ერთ-ერთ იტალიურ საიტზე ერთ-ერთ კი არა ბევრ იტალიურ საიტზე ეწერა მატეო პოლიტანოს აგენტის ისა რა ქვია გამონათქვამი იხსენებდა შარშანდელს რომ პოლიტანოს ჰქონდა საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბში გადასვლის ვარიანტი რომ დე ლაურენტისმა სთხოვა მას გაცნობოდა ამ ვარიანტს შემდეგ შეხვდნენ არაბებს მაგრამ პოლიტანო არ წავიდა საუდის არაბეთში რომ არ უღალატა გუნდს მის ფერებს და ამას ეს კაცი როგორ იწყებს იცი ეს აგენტი ამაზე ლაპარაკს ასეთ რაღაცას ამბობს ეს ასეთი საქციელი ყველას არ შეუძლიაო კვარაცხელია კი არა ნუ აი მოკლედ სიტყვით აპირისპირებს კვარაცხელიასთან და ამბობს რომ კვარაცხელია კი არ არისო პოლიტანომო აი ესე გუნდის ერთგულების გამო ეხლა გამახსენდა ამაზე ჯუღელმა რო თქვა
ოსიმენი. ხო, ოსიმენი აუცილებლად წავდა რა ამბავი იმაშიო, რა ქვია, წავაო საუდის არაბეთშიო და რა ამბავი ატეხეს რომ შენ თვის ფეხბურთელზე როგორ ლაპარაკობ, შენ თუ აგენტი ხარ, შენ ფეხბურთელზე ილაპარაკე და ასე შემდეგ. შეიძლება ეს სწორია, მაგრამ თუ ეს სწორია, ამისთვის რატო არ არის სწორი? გაჩვე, რა შენ საქმე, კვარაცხელიას რატო აპირისპირებ? ხო, რა გინდა? ანუ მიხედე შენს პოლიტანოს, კაცო. რასპადორის ვიდეო ნახეთ? ხო, რასპადორის ვიდეო ნახე, ხო და თავიდან დამჭერდა მეცნიერება თითქოს, მაგრამ მე როგორც გავიგეთ და ისა ცუდად უთქვია. ხო, არ ვიცი. ნუ მოკლედ და საერთოდ ესე იგი მან იყო ჩემი მოკრძალებული აზრით ორი მთავარი მომენტი. ერთი დაბალი ხელფასი, რომელიც ძალიან, ნუ არ ვიცი, ძალიან დიდი ხანი გაიჭიმა ეს პროცესი რა. ნუ არ შეიძლება თუ უმატე, ხო, ეხლა ადამიანმა მოგაგებინა სკუდეტო, ხო, ერთ-ერთი მათგანი იყო 33 წლის მონატრებული სკუდეტო მოგაპოვებინა და ეხლა რაღაცნაირად ერთი წლის განმავლობაში უნდა გამოხატო შენი პატლიერება, ხო? ეს ჯიუტად იმის გამეორება, რომ რაკი ხელფასზე ხელი მომიწერე, ამიტომ დადექი ახლა და უერთგული ამ იყო, იცი? ილია ერთ დათმობაზე წავიდა, რომ კარგი მოგიმატებ ხელფასს, გაგიორმაგებ, თუ გაგისამმაგებ, ნუ ეგეც რა არის, რა, რასაც ახლა იღებს, იმასთან შედარებით ზღვაშწვეთია, რა. ოღონდ ესო კონტრაქტი გამიგზელეო კიდევ და 5 წლიანი კონტრაქტი გამოსასყიდის კიდე 3 წლისა 30 წლამდე დარჩე და ბარემ დარჩეს და დარჩეს. დიდი გამოსასყიდის დაწესება უნდა რომ მე ზვირად გაი. ეს ერთი მომენტი იყო, ესე იგი ის რომ მე თუ მკითხავთ უშინდისოდ მოექცნენ ხელფასის თვალსაზრისით და მეორე ანტონიო კონტე მოიყვანეს და ეხლა ანტონიო კონტეს თამაშის სტილი მე თუ მკითხავთ ხვიჩა კვარაცხელიას მონაცემებს მაინც და მაინც კარგად არ ეთანხმება რა. ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ეფექტური არის მესამედში მოედნის, ანუ მეტოქის სამადრო დავყოთ, ასე ვთქვათ, მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს და თუ მას ჩვენ დავავალებთ, რომ ჯერ 80 მეტრი უნდა ირბინოს, რომ იმ ადგილამდე ჩავიდეს, თუ 70 და მერე დაიწყოს იმაზე ფიქრი, როგორ გავამწვავო, ეს უკვე ჩემი აზრით არის, ჩემი აზრით რა არის, იცი, ეს არის, რომ თავის გუნდში არ არის. აი სპალეტის დროს იყო თავის გუნდში, იმიტომ რომ მაღალ პრესინგს თამაშობდა, ამაზე ახლა მწვრთნელები და ანსფერო სპეციალისტები უკეთესად ილაპარაკებენ, მაგრამ მაღალ პრესინგს თამაშობდა გუნდი, ანუ მთელი გუნდი იყო წამოსული წინ, იქვე თუ წაართმევდნენ ბურთს, ხვიჩას გამოსვლა იმ თავისი მესამედიდან ფაქტიურად ახლა ცოტა გადაჭარბებით ვაბობ, მაგრამ არ ჭირდებოდა, იქვე მიიღებდა, ამწოვებდა, ხო? ეხლა უკან უწევდა ჩასვლა თან ზონების გადაკეტვა. ზონების გადაკეტვა. მე თან ახლა 1-2 თამაშში ბოლოს ისა რა ქვია, რა გვარია ის კაცო, მატია ისა აქტომინეი? არა, მცველი მაგის უკან. ოლივერა, ესე იგი მაგის უკან ხო იყო, უკან რო ჩამოდიოდა, ეს შიგნით შედიოდა კიდე ცენტრალური მცველების დასახმარებლად და ხვიჩას უწავდა ფაქტიურად მთელი ფლანგის და ამის მერე ახლა წინ წადი ჯერ მიირბინე შენ იმ ადგილამ თამაშის ეფექტს კარგავ. ხო, რა თქმა უნდა, კაცო, რა თქმა უნდა, ჯერ მიირბინე იმ ადგილამდე, საიდანაც შენი კომფორტის ზონა იწყება და მერე დაიწყე იქ კიდე ვარსკვლავური თამაში. იცილია, მაგას ყველაზე კაი ილუსტრაცია რა არის ამაგესო და ანგარიში რა. ცხრილს ჩავხედო და რამდენი თამაში აქვს ნაპოლის მოგებული იმით. 2-0, 3-0 და ჩავხედოთ პალეტის ნაპოლის რამდენი თამაში აქვს იქ მოგებული, ხო? იგებს ერთ გოლს გაიტანს ეს კონტეს გუნდები, ყველგან ეგრე იყო, ხო? და მე დაждდება იქა და ეს კვარაცხელია მედი ირბინე ახლა წინ და უკან 80 მეტრი წინ გაიქეცე 80. და კვარაცხელია მაღალია. მე მოთხოვე იქ კიდე ესენი, რა ქვია, დრიბლინგები და პასები და გოლები და ისე. და კვარაცხელია არ არის კიდე ცენტრალური ნახევარმცველი ან გამთამაშებელი ან რაღაცა იმ ცენტრალური ფუნქციის ადამიანი, რომელიც ასეთ თამაშშიც საჯარიმოდან საჯარიმომდე. ხო, ბოქს თუ ბოქს ფეხბურთელი არ არის. არ არის, ნუ ეს არ არის, თქვათ, არც
საყრდენი ნახევარმცველი და არც თქვა 10 ნომერი და არც მესის და მარადონას ფუნქციის ილია ზაფხულშივე ვამბობდით, აღარ მახსოვს ვინ იყო სტუმარი, აი მაშინვე ვთქვით, რომ აი კონტესე ურმის გადაბრუნების მერე რო არ გამოგვიდეს, მაშინვე ვამბობდით, რომ არ არის სამაგისტრო ხმელი. მე მგონი ცეცაძე იყო სტუმრად, არ მახსოვს ზუსტად ან გეგუჩაძე. მაშინვე ვთქვით, რომ არ არის ამის წვრთნელი. და ეს სხვათა შორის პირველი განგაშის ზარი, ეს პირველი გამოჩნდა ჩემი აზრით მაქტომინეის დროს. მაქტომინეი მოვიდა Manchester United-დან შოტლანდიელი, ის რაც ახლა ზელინსკის ავალებდა სპალეტი, ამას კონტე ვერ ავალებდა იგივეს. მაქტომინეი, ავით ესე შევატყე მე, რომ აი თამაშობდა თავის მეზე და ამას ეს შეიზღუდა, კვარა, მე ავით ესე შევატყე 1-3 თამაში ზედიზედ გადაბმული. აი მახსოვს კიდეც იუვენტუსთან 0-0 რო ითამაშეს. კვარამ ფაქტიურად ითამაშა საყრდენივით რა. მეორე საყრდენზე თამაშობდა 8 ნომერზე, წინ ვერ მიდიოდა მაქტომინეის გამო. კარგი, ილია, დროებით თევსკნათ შევწყვეტოთ კვარაზე და მერე გავაგრძელოთ. რატო გადავიდა თუ სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა PSG-ში და იქამდე ჩვენი რუბრიკის დრო არის. აქამდე ბოლო ორი გადაცემა არ ქონია ეს რუბრიკა, იმიტომ რომ სარბიელი როცა გამოდიოდა რეგულარულად ვისვენებდით ხოლმე. საახალწლო არ დადეგები ვქონდა და ამიტომ არ გამოდიოდა შესაბამისად როცა განახდა სარბიელის გამოცემა განახდებოდა ხოლმე, ის ნომრებია და აგერ პირველივე 94 წლის 23 იანვარს პირველი მეტოქე გაირკვა ჩვენი ევროპის შესარჩევის, ხო? 96-ის ევროპის შესარჩევი და აგერ პირველი გვერდი სარბიელის, რომ ჩვენი მეტოქეა მსოფლიო ჩემპიონი. ესეთი რამეა და გერმანიის ფოტოა აგერ და გახსოვთ ეგეს, რა? როგორი ემოცია. კენჭის რა არ მახსოვს, მაგრამ საერთოდ ეგ შესარჩევი მახსოვს და დიდი ემოციები იყო. ბულგარეთი უელსი, ალბანეთი, მოლდოვა. მესამეზე გავედით. თან ისეთ მესამეზე. კარგ მესამეზე გავედით. მაგრამ თამაში რო არ წაგვეგო იმასთან მოლდოვასთან, ხო? ეს იყო რა ქვია, ბულგარეთთან ქულებით თანახო. ეხლანდელი ბულგარეთში ხო იყავი 2-0 წაგებული თამაში. ვიყავი მაგ თამაშზე, ეს იყო და ეგ თამაშიც არ იყო წასაგები, ხო? კონსტანტინო მარგაიტა. ბულგარელთა პირველი თამაში იყო ევროპის მსოფლიოს ჩემპიონატის მერე. იმ ბრინჯაოს მერე. ბრინჯაოზე ვარსკვლავურად ჩამოვიდნენ, აი სტადიონზე როგორ მოვიდნენ, იცი სადაც მიხაილოვი მე მგონი გუნდთან ერთად რაღაც თითო ეთქობა საქართველოსაც ცოტა კეთმაღლურად უყურებდნენ და რაღაც ეს ძალიან კეთმაღლურად იქცეოდნენ, ეთყობოდათ, რომ სრულ ეიფორიაში იყვნენ და ქონდათ კიდევაც რა საბაბი, ხა მე ამას ცუდი გაგებით ამბობ. რო ხარ და მსოფლიოზე მესამე. ხვდები გუნდს, რომელმაც ჩინ მოლდოვასთან წააგო, ხა ძალიან იწოდნენ იმათ. იქ შესასვლელში მახსოვს. ხო, დუბრეძე შეგა მოლდოვასთან წააგეს და მე მსოფლიოს მესამე გუნდი ვარ და რანაირად უნდა შემოსულიყო. ჩანხარ შენ იმ ვიდეოში ლეჩკოვთან ლეჩკოვს შესასვლელთან ლეჩკოვს ველაპარაკე და იმან სტოიჩკოვმა უარი მითხრა. ნუ სტოიჩკოვი კომენტარზე საერთოდ ისი როგორ ესე დადიოდა. იმას ველაპარაკე მწვრთნელს, მაგათ რა ვარ იყო? პენევი, ხო, პენევი. საერთოდ ესეთი თავაზიანი ესეთი კაცი იყო და მე თვითონ თამაში როგორ იყო, თანაბრად ვთამაშობდით, კარგი თანაბარი თამაში იყო და თამაში მეორე ტაიმი რომ მთავრდებოდა კონსტანტინოვი შეიყვანეს და ჩვენემ უცებ გადაწყობა ვერ მოახერხეს, უცებ რაცვლილება მოხდებოდა ეთყობა ამაზე უცებ ვერ აი ამას ვერ აუღეს უცებ აუღო და გაიტანა ესე იგი 2 გოლი პირველ ტაიმში ჰქონდა 3 მაგარი მომენტი. კეცბაიამ ვერ გაიტანა, ნემსაძეს ჰქონდა კიდე. ისი რა მახსოვს ის რა ქვია სტიუარდი ქვია ხო სექტორთან. როგორ ისინი იყვნენ ასაკოვანი კაცები, მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ხა რუსულს ძალიან გავს ბულგარული. და ერთმა მეორეს გადაულაპარაკა, უკვე მეორე ტაიმი მიდიოდა. აი ამ სტიუარდებმა რა იქო ჩემს გვერდით იყვნენ, რომ
ну ფაქტობრივად ესე გამო ეს არისო რომ იძახდენო 8-0 9-0 ხა 8 და რაღაცა კი გავიგე რას გულისხმობ არა მერე კი შეასრულეს ეს 6-2 და არა იმ მომენტში იმ თამაშზე ხომ მეკითხები იმ თამაშზე და ესე იგი რისით მამინდა რომ განწყობა იყო ეთყობა ესეთი ბულგარეთში რომ ჩვენ ამათ 8-0 დავამარცხებთ და 9-0 დავამარცხებთ რა ძალიან ეს ბულგარეთი ყოფილიყო და გასულები ვეკნებოდით ევროპის ჩემპიონატზე. კიდე მე მაშინ დამჭა შტაბეჭდილება რომ ბულგარეთია. მე დამჭა მაშინ შტაბეჭდილება რომ აი ეს ბულგარეთის ნაკრები ერთად არც კი მოვიდა, ავტობუსით არც კი მე მგონი არ მოვიდეს რა. ცალ-ცალ. ხო, იდო ჩვენები რომ ავტობუსი რომ მოვიდა, ჩამოდგა იქ ვიყავი, გადმოვიდნენ ბიჭებს მივესალმე, შოთი იყო ვიღაცები ყველა. ხო და ესენი რაღაც ცალ-ცალკე მოვიდნენ სახლებიდან. ხო, ეთყო. შენ პრესკონფერენციაზე იყავი თამაშის მერე ეთყობა. ის რა მაგარი ვიკაიფე იმაზე რა ქვია, სიგარეტს რო აფუილებს ის პრესატაშე გვერდზე. მაგარი ვიდეოა რა, ეს პენევი ლაპარაკობს ჩივაძეც აქეთ და ეს სიგარეტს როგორი ბოლში არის გაყოლებული. დიმიტარ პენევი და მისი დიმიტარი ერქვა ხო და მისი ძმისშვილი იყო ლუბო პენევი, რომელიც თავდამსხმელი ვალენსიაში თამაშობდა. კი, ეგაც კანარი გახდა. ხო, მეორე ამბავი ცოტა სამწუხარო გამოგდეს. ხო, ნუ მაგარი 98 წლის 26 იანვრის ნომერია და მოსკოვში ნოდარ ახალკაცი გარდაცვლილა. ეპოქის დასასრულია ესეც სათაური რა. მოსკოვში როგორ იყო? და მანდაც ძალიან ცოტა ხნით ადრე FIFA-ს კონგრესზე ჩავიდა. კი ბატონო. ნოდარ ფარსადამოვიჩი და აეროპორტიდან მიდიოდა იქ სასტუმროში. და შუა გზაში რა, მანქანაში გახდა ცუდად. კი. და სასრაფო რაღაცა და ვეღარ უშველეს. მაგას გული აწუხებდა კაი 10 წელზე მეტი, ხო, როგორც ცოტა ხნით ადრე დიაბეტი ქონდა. რამდენიმე დღით ადრე ერთად ვიყავით სხვათა შორის მაშინ რა ქვია, გენგში, სადაც ჩატარდა კენჭის, ხო, სადაც ყველაზე ეს ცნობილი გზა, ხო, იმის რა ქვია, ბრიუსელიდან იმამდე. ხო. კი, მართალია და ისეთი ჩივაძე და გუცაევი იყო, ჩივაძე იყო, ცხონებული ილია კოკაია იყო, ახალკაცი და აი ასეთ კამპანიაში გავატარე დაუვიწყარი გზა. ხო. და კარგი სახალხო ისტორიებიც გაქვს. ძალიან სხვა დროს მოუყვეთ. კარგი და მაგარი ამბავი 24 იანვარია 2001 წლის. კახა კალაძე მილანში გადავიდა და სამტრედიდან სანსირომდე ესეთი სათაური გვაქვს. კახა კალაძე სერიაში თანაც მილანში. 2001 წელს ქართველი ფეხბურთელი მილანში წავიდა. სერიაში და რა კარიერა. ეხლა რო წავიდეს, ნუ ეხლაც ძალიან მაგარი ამბავი იქნება, მაგრამ მას წარმოვიდგინე ახლა 2001 წელს. თან სად ისმილაინ და სად ესმილაინ. ნუ სერია, ეხლა სერია და ისა და ძალიან მაგარი იყო და კიდე ერთი ამბავი იანვარში, ეთქვა იანვარში გროვდებოდა ეს ისინი, რა ქვია, საახალწლო პერიოდში და ეს გვაქვს. ეს ცოტა ადრეა, იანვრის დასაწყისია. ქართული ფეხბურთის ახალი წელი, ქართულ ფეხბურთს ახალი წელი დაუდგაო კლაუს ტოპმიოლერმა გააფორმა კონტრაქტი საქართველოს ნაკრებთან. ისე არც ერთი მწვრთნელის დანიშნვას არ მოყოლია ამ ხელა ხმაური, რამდენიც მაგას, აი ტოპმიოლერის ჩამოსვლა იყო, არ ვიცი რა, მეგადონის ტრანსფერი რა ეგრეთ. არა და იყო და მე მგონია ხო 1000 ჯერ მაქვს ნათქვამი კიდე 1000 მე ერთად ვიტყვი რომ ყველაზე მაგარ ფეხბურთს საქართველოს ნაკრები თამაშობდა ამ კაცის ხელში. უბრალოდ უიღბლობა. უიღბლობა იყო. სულ ანკლ და 9 კაცი, 7 კაცი, 8 კაცი თან ისეთი მოსაგები თამაში ხა უკრაინაში რა თამაში წავაგეთ და რავი და შოტლანდიაში ეს შოთამროში აგდო მაგარი გოლი თავი. მე შორსაც წავალ იტალიასთან აქ 3-1 რო წავალ. წასაგები თამაში იყო 1-1-ზე ჯობდით. ჯობდით. სანამ ჯაბას გააგდეს. ჯაბა გააგდეს. მაღალი კლასის გუნდი იმით აღემატება სწორედ უფრო დაბალი კლასის გუნდს რომ შეიძლება რაღაცა მონაკვეთები აჯობო, მაგრამ ანგარიშლა, მაგრამ არ იყო წასაგები თამაში და შეიძლება არ წაგვეგო, ნუ ხო, ინგლისელი მსაჯი იყო ცნობილი მახსოვს. მე მაგ ერთადერთი და პირველი და ყველაზე დიდი იმედი აცრუება მქონდა
ხო გახსოვს მაშინ გერმანიაში ქონდა ნაკრებს შეკრება რაღაც ახალი შესარჩევი იწყებოდა პირველი თამაში ქონდათ იმას საფრანგეთთან თბილისში და ესე გუნჩიც ესეთი განწყობა იყო ქვეყანაშიც ყველგან რომ არ იქა ნუ უნდა ეს ვქნათ დავახიოთ ბურთეთაოზე ამ იმას ფრანგებს ხო და დიდი მოლოდინი იყო რა შექმნილი რა ალბათ პრესამაც იქონია მაგას გავლენა რომ რაღაც მოკლედ დიდი თამაშის მოგების მოლოდინი და 3-0 ისქნეს გადაგვიარეს მაშინ ფრანგებმა მე-20 წუთზე 2-0 იყო არაფერი შანსი არ ქონია ხო აი ესე უშანსო დრო წააგეს და აი ცოტა ისე ყო მაგრამ მე ნუ თამაშიდან თამაშობდი აი ხო გეუბნე ყველაზე მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ ჩემი შეხედულებით რა რა თამაშები წააგეს კაცო მახსოვს აი ლიტვასთან არის ცალკარა იყო და ისეთი თამაში წააგეს და ხო აი რაღაც აკლდა რა ხო რაღაც ყველაფრისთვის უნდა მომწიფდეს ფეხბურთელები არ ყავდა ცირ არის ყველაფრისთვის მაგრამ ესე უთამაშო ხო ყველაფერს თავისი პერიოდი და მომწიფება ჭირდება რა როდესაც აი მომწიფდება მაშინ უკვე მოსახდენი მოხდება ხოლმე რა ამასთან დაკავშირებით დაუბრუნდით არა იმას კვირაცხელიას პარის სენ-ჟერმენში გადასვლის თემას და თქვა ისევ რომ ესე იგი საქართველოში ხალხი ეჭქვეშ არ აყენებს კვარაცხელიას საქციელს რომ ის წავიდა ნაპოლიდან მაგრამ ეჭქვეშ აყენებს ბევრი ყოველ შემთხვევაში რამდენად სწორი იყო რომ ის გადავიდა პარის სენ-ჟერმენში და ნუ ამისი ბევრი არგუმენტი მოაქვს ერთ-ერთი არის რომ პარის სენ-ჟერმენი ამდენი წელია 2011 წლიდან წვალობს და ვერ მოუგია ჩემპიონთა ლიგა და რა კი მომწიფებაზე და სიტუაციის შემზადებაზე ვთქვით ხო არ დადგა ბოლოს და ბოლოს პარის სენ-ჟერმენისთვისაც ეს პერიოდი და რამდენად სწორად მიგაჩნიათ მოკლედ პარის სენ-ჟერმენის ეწოს თავი დავანებოთ ხვიჩაზე ვთქვათ რამდენად სწორად მიგაჩნიათ რამდენად სწორად შეერჩიებოდა ერთი ვთქვათ დავიწყოთ იქიდან რაც დასაწყისში ვთქვი რომ მარტო ფეხბურთაზე არაა დამოკიდებული ხო იქ ლივერპულში წავა რეალში თუ იმაში სანტოსში ხო იმ გუნდსაც უნდა ქონდეს რაღაც ინტერესი და ინტერესის გარდა პლუს კონკრეტული წინადადება ხო კონკრეტული წინადადება და პლუს ლაურენტეს უნდა ესქნა რა ქვია მოერგო რა ის რომ გეტყვის 80 მილიონი მინდა უნდა ამოიღო ესა ჯიბიდან და დაუდო 80 მილიონი და ეგ არის და ეგ რომ ყოველთვის არ ხდება. არც ამ შემთხვევაში მოხდა, ხო? ეს ერთი მომენტი. იყო აქ ერთი წელია PSG-ზეა ლაპარაკი, ხო? ხვიჩა გადაბირებით არის დაინტერესებული PSG. ნუ არ მოხდა, ვერ მოილაპარაკეს იქ ისა, იქ წვნელი შეიცვალა იქ რაღაცა და ნუ მოვიდა ეს დრო, ხო? როცა PSG-მ ეს ამოიღო ეს ფული და დაუდო. კონკრეტული და ნუ რაღა ეკნა ახლა იმის. იქ დარწმუნებული ვარ ლივერპულს არ ამოუღია ეს 100 მილიონი და ჩვენთან წამოდიო ალბათ არ იქნებოდა ესეთი მომენტი, ხო? აი ეგ მომენტი ახლა იყო ხელსაყრელი მომენტი და წავიდა PSG-ში. PSG როგორი გუნდია ახლა გახსოვს ეს აბრამოვიჩის ჩელსი რო იყო. კაცმა რამდენი ფული და ხო აბრამოვიჩი ტიპს ყველაფერი აქვს იმაში, ხო? ცხოვრებაში, სულ ყველაფერი აბსოლუტურად. და ერთადერთი ოცნება ქონდა ესა ჩემპიონთა თასის აწევა უნდოდა. და ვერ იგებდა ჩელსი ხო გახსოვს რა დღეში იყო იქ იმას ტერი რო გადამწყვეტ პენალს ურტყამდა და ეს ფეხი დაუწ. იქამდე ხო სულ ისე ორჯერ ლივერპულთან გავარდა მანჩესტერ სიტი ხო რაღაც არ ნუ ამ შემთხვევაში ხო აბრამოვ ხო იგივე. და ეხლა ესე მგონია ეს ხელაიფი მე რა ამ PSG-ს ისა პრეზიდენტი რო ხარჯავს ამ ფულს ხარჯავს და ერთხელ იქნება იმას ისამს გაარტყავს და ერთხელ რო გაარტყავს მე წავა და იმედია რომ წელს თუ არა გაისადი იქნება ხვიჩასთან ერთად მოხდება და ხვიჩა გაიწყინებს მე კიდე გავაგზავნე ბოდიშვიხტი რა წვნელის მომენტი რა ენრიკემ ახლა გუშინ თქვა რომ მინდოდაო ეს ფეხბურთელი. ანუ ამ ენრიკემ უთხრა ესე მოითხოვა რომ ყვარა თუ იყიდება თუ უშვებენ ისინი მომიყვანეთ აქ რა.
და ეხლა ლუის ენრიკე ეს არის სამჯერ ბარსელონაში ჩემპიონი გახდა, სუპერთასი მოიგო, ესპანეთის ნაკრები იყო და ლიგა მოიგო, რაც თავარია და ის არ არის ვიღაცა ფუცანა რა, ასე ვთქვათ, არის ესეთი სერიოზული. აი ეგ არის ესა რაც გამიხარდა მე რომ PSG-ს. თუმცა მეორე მხრივ რაღაცა ეს მაქვს გულში ხინჯად რა იცი რომ საფრანგეთის ჩემპიონატში წავიდა. სადაც დარწმუნებული ვარ, აი ძალიან ბევრი მოხდება ფეხებში. აი ძალიან ბევრი. ხოიც ახლა ფრანგი მცველები სულ არ უყურებენ იმას კვარაცხელია ხარ თუ იტალიელები უყურებენ? არა, არც იტალიელები, ინგლისელები, ნუ ისე არიან რა, უკვე ყოველ შემთხვევაში ისეთი უხეშობა არ არის. როგორც ის. აი, საფრანგეთიც ისეთი უხეშია. საფრანგეთის ჩემპიონატში რა, მოხდება ბევრი. ფეხებში ერთი მაგის მაშინია და მეორე ისეც, რომ კონკურენტი არ ყავს ამ PSG-ს იმაში. არ ყავს საფრანგეთში არ? საფრანგეთში. ხო, ახლა რომ მოინდომოს იმას მარსელი იქნება თუ ლიონი თუ ლანსი ერთი ფეხით მოუგებენ რა. და პრინციპში კიდევაც არია ეს ბოლო პერიოდი, ხო, სულ ჩემპიონია, ისე უსწრებენ რაღაც 15 გულით ამთავრებენ იმას. 15 გულიანი უპირატესობით ჩემპიონატზე. აი ეს კონკურენციის მომენტი რო არა, ცოტა არის ქნას. ხო, არ დაუკლოს? ხო, არ მოეშვას და რაღაც ეგეთი მომენტი. თუმცა არა ის ფეხბურთი და მე კიდე უფრო ისეთი იმედიის თვალით უყურებ, როგორ მომენტს იცი, 2 წელი აქ გაიბწყინოს არა კონტრაქტის ბოლომდე 2029-მდე 2 წელი 2 სეზონი სეზონ ნახევარი ნუ რაც არის ეს სეზონი და მომავალ სეზონი და მე ეგერ ინგლისში მე მგონი ინგლისური ფეხბურთი რაც პრემიერ ლიგაში არის ზუსტად ის ფეხბურთი რაც ყვარას უნდა და რისთვისაც არის ყვარა დაბადებული რა და მეცაც ვიტყვი ლივერპული რა ვიცი ხა ლივერპული მოდით ახლავე თამაშობს ეს ლივერპული რომ აი კვარაცხელია იქ იქნება რა ვიცი ლივერპული მოდი თავიდანვე ვთქვათ მოდი თავიდან ლივერპული მოდი ესე დავიწყოთ რომ ისეთი ფეხბურთელი ყავს მაგ პოზიციაზე მაშინ ის უნდა გაყიდოს იმიტომ რომ ლუის დიასია არა მოაგდებენ წელიწად ნახევარში 2 წელიწადში მე იმას კი არ უფრო მესია და ის მაგრამ ლუის დიასის ახლა არანაირი საბაბი არ არსებობს რომ სკამზე დაცვა რა ლუის დიასი და ორი ესეთი ფეხბურთელი აქაც ყავს ახლა ის ბარკოლა საფრანგეთის ხო იმის გადაწევა შეიძლება და ლუის დიასის გარდა იქ გაკპოა კიდე და იქით სალახია და ახლა ადგილი არჩება ფიზიკურად ხო აქ ერთხლა მეორე მომენტია აი კვარაზე ცოტა გძლათ ვილაპარაკებ ასე ვთქვათ რომ იყო ასეთი აქ ძალიან თავარი არის PSG-ს რა კურსი PSG გადავიდა ცოტა სხვა კურსზე აი ესეთი ეპატაჟური ფეხბურთელები რომლებიც ადრე ყიდულობდა და ხშირად ვერ ადგებოდა ეხა შეცვალა კურსს აღარა ყავს აი ესეთი როგორ გითხრათ აი ადრე ვინი ჯონსებს და იმებს თუ ყიდულობდა სიტყვაზე ვთქვი ხა ვინი ჯონს ეხა ყიდულობს ახალგაზრდებს აი ხა იმ დღეს გადავხედე ძირითადში 7 ფეხბურთელი ესეთი პრინციპულ თამაში ძირითადში 7 ფეხბურთელი იყო 23 წელს ქვემოთ ის თავის ზაირემერებით და იმით რა ქვია ბარკოლათი და დემბელეთი და ხო და კვარაც ერთ-ერთი ანუ PSG-ში ამ კაცმა აიღო სხვა კურსი რომ ამ ახალგაზრდებით ცოტა მშიერი ახალგაზრდებით რომლებსაც ჯერ არ მოუგიათ ისეთი არაფერი მიაღწიოს ამ თავარ მიზანს ჩემპიონთა ლიგას. და ეს მაგონებს დაახლოებით, რაც პალეტიმ გააკეთა ნაპოლიში, აი ესეთი ცოტა ნაკლებად ჯერჯერობით ეპატაჟური ფეხბურთელებით, რომ და ესეთი ცოტა ღარიბი ქვეყნებიდან მოყვანილი ფეხბურთელებით ააწყო ესეთი გუნდი, რომელმაც იტალიის ჩემპიონობამდე მიიყვანა და თან როგორ ჩემპიონობამდე ფეერიულად და ხო და ეს PSG-ზეც გადასული ამ კურსზე და რაც თავარია მწვრთნელის ფაქტორი. ლუის ენრიკე არიან მწვრთნელები, რომლებიც აი რაღაც მომენტში მაინც ექვემდებარებიან კლუბის ხელმძღვანელობას რა, არის აი ზოგჯერ ხო არის რომ სპორტული დირექტორი აკეთებს რა ტრანსფერს და არ ეკითხება, ნუ მწვრთნელმა უნდა მიიღოს ის, რასაც ეუბნება სპორტული დირექტორი. ხო არის ხა ეჩვეულებრივი. ხო და აქ ლუის ენრიკე ეგეთი არ არის. ყველა იცის, რასაც იტყვის, შევ დაბეჭდილია ის და
რახან თქვა რომ კვარაცხელია უნდოდა ესე იგი ძალიან მაგრად მე მგონია რომ ძალიან მაგრად გამოიყენებს ხო ანუ გააზრებული აქვს გააზრებული აქვს რას აკეთებს გააზრებული აქვს ბოდი რა ბოდიში კიდე გაგაწყვეტებს 70 მილიონს ხო გინდა ხელაიფი იყავი გინდა აბრამოვიჩი და გინდა ესა რა ქვია ილონ მასკი ხო ტყუილა არ გადაიხდი ხო თან რა დროს მოიყვანენ და დასვი იმაზე სკამზე რატო რა ეხა ყვარას ლამას თვალები რო აქვს მაგიტო და ლაურენტისებისა რა ქვია პროსტა კაი ტიპი ადამიანი ილიამაც სწორად თქვა ეგ პერიოდი როდესაც მოყავდათ ცნობილი ადამიანები იმიტომ რომ მოიყვანე და კომერციალიზმის მიზნით ხო კომერცია ეგ იყო რომ მოიყვანეს ნეიმარი და ესა რა ქვია მესი ეგ იყო კომერცია სულ აი ეგ არგუმენტის რომ მესითაც კი ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ეს გუნდი ამიტომ ვერაფერს ვერ მოიგებს ნუ არ მიმაჩნია მე სერიოზულად იმიტომ რომ ну ჯერეთის მესი არ არის არაფრის გარანტია ხო ეხლა მესია მაგრამ გარანტია არ არის ხო მეორეს ერთი გუნდი უნდა დახვდეს რაღაც სიტუაცია ისევ და ისევ მომწიფებული უნდა იყოს და ყველაფერი უნდა თავის ადგილზე იყოს სწორად ესე მოზაიკასავით პაზლივით ჩაწიკწიკებული რა რომ ის მესი ჩაროზად მოვიდეს და მოგაგებინოს ხო ანუ მე არ ვიცი შეიძლება ეხლა წელს არ მოხდეს და შეიძლება ვერც გაისად მოხდეს მაგრამ რატომღაც მაგ შეგრძნება რომ ეს PSG მოიგებს რა ჩემპიონთა ლიგას და შეიძლება მოიგოს 3 წლის მერე აუცილებლად მოიგო და ასე მიზანმიმართულად დაგეგმილად ფულის ხარჯვა და რაღაცა მიზნისკენ წასვლა თან რომ იწყებ მერე ფიქსო აი ამან არ გაამართლა მოდი ეხლა ეს შევცვალოთ ის შევცვალოთ ხო მართლა ესე არ არის ხო რომ ნულიდან ადგე და პირველივე წელიწადს მარტო იმიტომ რომ ფული გაქვს ან მეორე წელიწადს მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მესი მოვიყვანენ და ხო ამ მესი მოვიყვანენ და ამიტომ უფრო ეს PSG არის უფრო რაციონალური გუნდი აი ხა სულ მაგალითი მოყავს სულ იქით მივიდივარ ხოლმე გონებით რეალმა რაც გააკეთა აი გალაქტიკოში რა მოიგო შედეგობრივად არ მოიგო მაისურების გაყიდვით რა თქმა უნდა ისა მაგრამ მაკელელეს გაყიდვა და იქ უსაყრდენოდ თამაში და ისა აი PSG-ში ეგ მაგრაა ახლა დაბალანსებული ყველა ადგილზე ორი კაცი ყავს თან ისეთი აი მშიერი ახალგაზრდები ჯერ არაფერი არ მოუგიათ იმათ ახლა უნდათ ყველაფერი ყველა პროგრესირებს აი ხა რო გადახედო ფეხბურთელებს ყველას აქ იქზე არავინ არ გასულა ჯერ ვიტინიას პატარა 24 წლისა რატო ჯერ რუისი რა არა ეს აქ ევროპა აქ მოგებული ხო მაგრამ ნუ პროგრესირებს რა რუისი ხო პროგრესირებს ახლა 2 წლის წინ რუისი სად იყო და ევროპა რა მაგრად ჩაატარა გეთანხმები ხო და ერთადაც შეიძლება დემბელეზე თქვა ეგ მაგრამ მაინც რა სეზონს ეჭვი არ მეპარება რომ პარი სენ-ჟერმენი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას უბრალოდ ჩვენ ვისურვოთ რომ მოიგებს დროის ამბავია კვარასთან ერთად მოიგებს და შეიძლება ისეთ გუნდად ჩამოყალიბდეს რომელიც არაერთხელ მოიგებს ამ ჩემპიონთა ლიგას და შეიძლება კვარა მოაგებს შეიძლება კვარა მოაგებს ეგ საერთოდ ის იქნება ველოდებით და კიდე ერთი თუ გახადას ჩემპიონი თან კვარა ნახე როგორ არის იღბლიანი ბიჭია ღმერთმა იღბალი არ მოაკლოს მის ცხოვრებაში ბევრჯერ აღმოჩნდა სწორ დროს სწორ ადგილას და რაღაც მოვლენები ისე დალაგებულა რომ მის და სასიკეთო შედეგი გამოსულა და იმედი ვიქონიოთ რომ ამ შემთხვევაშიც ასე იქნება ერთს დავძენ კიდე არის ერთი ძალიან სერიოზული არგუმენტი რომელსაც ნუ ხშირად არ ვითვალისწინებთ ხოლმე როდესაც ამ თემაზე ვლაპარაკობთ ხალხო 9 მილიონს უნიშნავენ ხელფას უნიშნავენ 9 მილიონს მილიონი და 300 იქნება 9 მილიონს ეხლა იცით რა არის როლს ხედავთ და კამათობთ რომ იქნებ მანჩესტერში ჯობდა იქნებ მაშინ ბარსელონაში ჯობდა იქნებ ლივერპულში ჯობდა კაჟინგას აღარ ეკითხებით 9 მილიონი და არც თუ უნიშნელო ფაქტორია უნიშნელო წყალი არც თუ უნიშნელო ფაქტორია ფეხბურთელია და ფულია რა რას ქვია და ეგ ეხნება ეხა ძალიან ისე დილეტანტური ლაპარაკი რომ ფულზე არა როგორ არ არის კაცო ფულზე ბევრი რამეა დამოკიდებული და ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ გვითქვია ლუის ენრიკეს უყვარს სრულცხრიანის გარეშე თამაში და ესეთი გუნდში არც ყავს ისეთი რამუში ყავს ერთი რომ აი შეუძლია თავისუფლად ახლა ამოკვეთილი თავდამსხმელი ყავს ერთი რა ჩანს სამეული ძირითადი ოპტიმალური ბარკოლა დემბელე კვარაცხელია
ამათ სამივეს ისე შეუძვლის ხოლმე მშვენივრად ადგილებს აგერ ნახავთ ჩვენ როგორ იქნება ხან ერთი იქნება 9-ზე და ამბობენ სამი თავდამსხმელით ეგ ამბობენ რომ ზაფხულში ოსიმენზეც გაიწევა Paris Saint-Germain და შეიძლება ისევ კვარასთან ერთად აღმოჩნდეს თეორიულად ამის შანსი და ამის ინტერესი არის თუ გახსოვთ 200,000 ესა 200 მილიონს იხდიდა Paris Saint-Germain-ის ორივეში ერთად არ გაყიდა დე ლაურენტისმა მე ის რაღაცა საშინელება გაუკეთა ოსიმენს რომ გაუშვა თურქეთში მე ეს კვარაზე ეს ისტორია იყო და ახლა გაცილებით ნაკლებად შეიძლება ორივე ერთად ამით იზარალებს დე ლაურენტისი მაგრამ ნუ როგორც ამბობენ და როგორც წერენ ნაპოლის ისტორიაში მაინც ყველაზე მეტი ის იქნება სარეკო არა ორივე ერთად ხო მაინც სარეკო ოსიმენი ხო ცხადია ის ოსიმენი აღარ იქნება რაც იყო ხო შარშანცი შევხედოთ ხო რა შევხედოთ და ეს არის რა ქვია კვარაშიც ნუ რა გადაიხადა 70 მილიონი ოსიმენი დიდი არ არის 4 არა მანკი ასაკებს იკეთებენ მაგრამ 26 წლისა არა დიდი არა მაგრამ უბრალოდ ის აღარ იქნება მგონი მართალი ხარ შენ ახალგაზრდები არიან სულ ბარკოლა ბავშვია 22 წლის არის ვიტინიაც ახალგაზრდაა 24 წლის არის რემერი ვილიამ პაჩო აი ეს სულ ახალგაზრდები თამაშობენ ოსიმენის ახლა თუ დაემატება ნუ ახლა არ ვიცი რაღაც წინ წავედი ერთადერთი ფეხბურთელიო ბესა ხო ერთადერთი ფეხბურთელი რომელიც პიკზე აღარ არის ასენსიო და ისიც ნუ ახლა სულ არ თამაშობს ის ასენსიო რა ხო ნუ ასენსიო დონარუმა რა ხნის არის დონარუმა პატარა 99-იანია 25 წლის 25 წლის არის ხო თან ნეკარიშვის ახლა შემელოტებულია ეხლა რა ერთ-ერთი ძალიან მაგარი მარჯვენა მცველი რა ვიცი ეხლა ტოპ 3 მარჯვენა მცველში შედის მე მგონი ჰაკიმი ხო მაგარი ფეხბურთელი ძალიან მომწონს ხო იქ რა ვიცი რეალშივე მომწონდა ძალიან არა შეტევაში ძალიან მაგარია შემადგენლობა ყავს მაგარი მწვრთნელი ყავს და კარგი ფეხბურთელია ნამდვილად აგერ გადაცემა არა ეს არა ქვია სიტისთან თამაში ხვალაა ხო სიტისთან თამაში ხვალაა ხო ვერ ესწრება გადაცემა ხო არა ძალიან მაგარი გუნდია და იმედია რომ როცა ეს გადაცემა დაიდება უკვე გადაჭრილი ექნებათ ის პრობლემა რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდეს თუ არა და ბოლო ტური აქვს დარჩენილი თუ არა და ბოლო ტური აქვს დარჩენილი და მე მგონი მაინც შეძვრებიან იქ და დღეს წავიკითხე ყობა ნახავთ თელი თავის ერთ-ერთ ფრანგულ საიტზე დღეს წავიკითხე რომ კვარაცხელიას ყიდვა მაშინ როდესაც გუნდმა იცოდა რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ თამაში ვერ მიიღებდა მონაწილეობას იმას ნიშნავს რომ დარწმუნებულიაო აბსოლუტურად გუნდი თავის თავში რომ გავაო პლეი-ოფშიო მაგრამ მე მეორენაირად დავინახე იცი ეს ამბავი ეს იმას ნიშნავს რომ კვარაცხელია პროექტისთვის იყიდა თორე არანაირი გარანტია ეხლა რომ ჩემპიონთა ლიგა შეიძლება გავარდეს ეხლა პლეი-ოფში ხო მანჩესტერ სიტის მოუგე ეს ნუ ერთიც და მეორეც არის ხო ანუ კი ესეც არის ახლა Paris Saint-Germain-ია და ცხადია ახლა პრეტენზია 6 თვის გულისთვის ხო არავინ არ ყიდულობს ხო 6 თვის გულისთვის ახლა გამორიცხულ ეს არის პროექტისთვის იყიდა იმ კაცმა კი რო გაისა და ახალი სეზონი რა საკვირველია რა მაგარი ბრიგადა ასე ვთქვათ იკრიბება საფრანგეთის ჩემპიონატში ქართველების შეიკრიბა უბრალოდ ზურიკო ჟორჟი რომელიც გუშინ წინ როდის იყო ეს თამაშის მერე რა ქვია გულშემატკივართა დაჯგუფება რომელსაც სუდი ბიჭები ქვია ფეხბურთელები ტრიბუნასთან დაიბარა თურმე ეს ლიონის ფეხბურთელები აღშფოთებულებმა და ნუ ვინ მივიდოდა ახლა მართალია საფრანგეთშია დაბადებულ გაზდელი მაგრამ რა თქმა უნდა მივიდა ხო ნუ კიდე რამდენი კაპიტანი მივიდა და ნუ ჟორჟიც მივიდა და რაღაც იქ ილაპარაკეს და მე ჟორჟს უთხრეს რა გელაპარაკნენო ესენიო გულშემატკივრება რა გეთხრესო და ესო ჩვენ შორის იყო არ მოგიყვებითო ასე რომ იქაც დიდი აუ როგორ მიყვარს აი ჟორჟიავი რაღაცა თან მაგარი კაი ტიპი მგონია აი ძალიან სასიამოვნო ინტერვიუები იმედია ჩვენ თანაც მოხდება
მოდესმე რომ ჩვენ სტუმარი იქნება შორში. ერთ ჩაკვეტაძე აკლია საფრანგეთის ჩემპიონატს და შეტევის 4-ეული ყალიბდება ძირითადის. ნამდვილად. მე მგონი ესე ამომწურავად ვისაუბრეთ, ხო? დიდი მადლობა. მადლობა საინტერესო გარჩევა გამოგვივიდა და მომავალში დიდი წარმატებების შესახებ გვესაუბროს.